ჯურიჩიც ჩაგორიო საჯარიმო ლუისმა აბა თომას მური ზუსტი ორი ქულა ჯიუტაც ცდილობს 32 ნომერი პერიმეტრიდან ქულების მოპოვებას, მაგრამ არა და არ გამოსდის თომას მური დაიძრა ორნაბიჩი დაკიდა პარაშუტი ზუსტია თანახმად შეხვედრა თომას მური ბურთით აბა სამიანი გაუშვა ჩაგდო 63-42 11 ქულამდე გაიზარდა ისე უპირატესობა რაც გახდათ აქამდე ყველაზე დიდი უპირატესობა და შედეგიანათაც დასრულდა ამჯერად უკვე სწრაფი შეტევა გამოუვიდათ მას მიზლებს ლონდარიძე ზუსტია პირველი ქულები ილია ლონდარიძის ბაშარ ალი ივერიონისთვის ზოგადად არ ეშლება დავით როგავას უცხოელების ჩამოყვანა აიგი ლეგიონერები გამოირჩევიან ხოლმე მისი გუნდები აქ არ ჩავარდა ეს სამხულიანი ხარაბაძე კარგია მოხსნაზე თომას მური დაკიდა პარაშუტი ზუსტია დიდხნიანი პაუზის შემდეგ თამაში რომელსაც მისგან ველოდებით აბა მუბაშარ ალი ფეიდევეი გაუშვა არ ჩავარდა საფა იბძვის და დაეუფლა აცლებულ ბურთს ლუისი ვინტერ მილერი არის უკულოდ ორი შედეგიანი გადაცემა ქონდა ხოლოდ ლუისი აბა მილერი გაუშვა სამიანი არ ვარდება და თომას მური ახტა ორკაჩი და მოხსნა კიდევაც აცლებული ბურთი ჭკვიანური გადაცემა თუმცა ვერ დაიმორჩილა ანგარიში კოთლაძე კოთლაძე ლუისი ეთამაშება მას პასი და ისევ ჯურიჩი ძალიან კარგი გათამაშება 34-24 მოიპოვეს სეზონში პირველი გამარჯვება. ხოლო რაში 3-დან 3 წაგებით არის გურჯაანის დელტასთან ერთად. ხოლო თესეუ რუსთავი 84-80 მოიგეს უნივერსიტეტელებმა ისე ძალიან საინტერესო მატჩი იყო აქ. თავაქარაშვილის ორი ქულა და ისევ რასაც ვამბობდი ძალიან სწრაფად გადადიან შეტევაში ფასტ-ბრეიკი კარგად გამოსდის. მიქაელ უგრეხელიძემ შეამცირა ჩამორჩენა 4 ქულამდე. თითქმის 6 წუთი იყო უკულოდ თამაშიდან ივერიონი. საწებლობები რომ განახოს ადო ანკრა ეთამაშება და უდგას მას. ისევე ტანმაღალი მოთამაშე. აბა თომას მური ხარაბაძე და პირველი ქულები ლუკა ხარაბაძის სწორედ მოსამსა შემოვიდა როგორც გითხარით ილია ლონდარიძე პირველი მცდელობა მისი შეტევის კარგად ეთამაშებოდა მას გოგნაძე ჩაერთო სწორედ ალის ნაცვლად ასევე პარკეტზე შემოვიდა რაიან ბეიონი რომელმაც დაასვენა ნიკოლას გუნდები მონაწილეობენ ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში აბა ნახოთ თოთლაძის ეს ფლოუტერი არ ჩავარდა ალი ისევ მოხსნაზე პირველია 4 ჯერ ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ, საიდანაც 2-მა 3 მოიგო, 1 კი ივერიონის გამარჯვებით დასრულდა, პირველი 3 მოიგეს იმერლებმა. 15 მარგი კვეთების კოეფიციენტი. დღევანდელ შეხვედრაშიც რაშის მხრიდან უეერი გამორჩეული იყო და კარგი შანსი აქვს ზედმეტ მეორედ მოხდეს ტურის სიმბოლოში, აქ 3 ქულა რომელიც ჩაარდო ბექა ლომაშვილმა და დაუბრუნა ლიდერობა. მატჩმა გაამახლა ჩამოეძინათ დაცვაში მასმიზლებს და შონ მურის ორი ქულა ჯურიჩმა იბრძოლა ბოლომდე გადაარჩინა ეს ბურთი და მისი დიდი წყალობა რომ თომას მური ასრულებს ერთქულიანებს მეორე არ ჩავარდა ბურთი თომას მური ეს უკვე ზუსტია სამქულიანი შეტევა გამოუვიდა საერთოდ ტყიბულის 8 ქულამდე გაიზარდა სხვაობა 1 წუთი ზუსტად დარჩენილი და ალბათ ეს უკვე დასასრულია ფარი პირწმინდა წააგო